გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ახლა ამ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი რამ, რაც ქვეყანაში ძირეულად შეცვლის სიტუაციას, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ძალიან მალე, ამის შესახებ ლელოელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორ უნდათ დაგვაჯერონ, რომ ქვეყანაში რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკური ვითარებაა. ისეთი ვითარება, რომელიც ახალ საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას გულისხმობს. 24 წლის არჩევნების შედეგებით რამდენიმე ასეული ადამიანი არაა კმაყოფილი და ეს უნდა ითვლებოდეს დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებად. ვერ შეეგუენ წაგებას ეს უნიათოები, თანაც ახლა გრიგოლ გეგელიას რომ შეხედო და წარმოიდგინო, რომ მისნაირები შეიძლება უმრავლესობით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ძალიან გაგეცინება. მეგობრებო, ცოტა არაპოლიტკორექტული ტექსტი უნდა ვთქვა, მაგრამ იმედია გამიგებთ. ყველა პროფესიას გააჩნია რაღაც გარკვეული სტანდარტი, ფორმა, ნორმა, სახე, რომელიც უნდა იყოს დაცული. შეიძლება ყველას არა, მაგრამ რიგ საჯარო პროფესიებს აქვთ ასეთი იდუმალი კანონია თუ წესი. თეატრალურ დარგში მაგალითად არის მსახიობის ამპლუა. ინჟინიუ ტრავესტი, სუბრეტი, რეზონიორი, გმირი საყვარელი, ბოროტმოქმედი, ლაქია და ასე შემდეგ. შესანიშნავი ფრანგი მსახიობი ლუი დე ფიუნესი თავისი გარეგნობიდან გამომდინარე ვერასდროს ითამაშებდა მეფე ლირს, ან რომეოს, ან ჰამლეტს. შეიძლება ეთამაშა, მაგრამ ეს იქნებოდა არადამაჯერებელი. ამაში სრულიად ვარ დარწმუნებული. ისევე როგორც მაგალითად ხარბეჭიანი სილვესტრ სტალონე კომედიურ როლში ვერ ივარგებდა და სხვათა შორის ვერც ივარგა. სადა 2 თუ 3 კომედიაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს იყო საკმაოდ უსუსური მცდელობა. ქალ მსახიობებზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ქალების ჰაბიტუსის თემა ჩემთვის ხელშეუხებელია, თუმცა აქაც შემიძლია ბევრი ვილაპარაკო. პოლიტიკაც, მე რომ მკითხო, სამსახიობო ხელოვნებისგან შორს არაა წასული. საველი კრამაროვისნაირი გარეგნობის კაცი, ჩემი თაობის ხალხმა კი იცის ვინაა საველი კრამაროვი. დიახ, კრამაროვისნაირი გარეგნობის ადამიანი ვერასდროს გახდებოდა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, რადგან მიუხედავად თავისი მართლაც რომ ძალიან მდიდარი და ნატიფი შინაგანი სამყაროსი, კრამაროვის გამოჩენა იწვევდა მხოლოდ და მხოლოდ სიცილს. პოლიტიკაშიც იგივე ხდება, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსმა კარგი და გამართული ლაპარაკი უნდა იცოდეს, გარეგნობას უნდა უწყობდეს ხელს. მაგალითად, რონალდ რეიგანი, მსახიობი, რომელიც თავისი გარეგნობიდან გამომდინარე ფილმებში მხოლოდ ვაჟკაცს კოუბოებს თამაშობდა და ასე მგონია, რომ მისმა გარეგნობამ არც თუ ისე პატარა როლი ითამაშა მის პრეზიდენტად არჩევისას. ფრანგენშტეინის მონსტრი რომ ეთამაშა, ან ჯიმ კერისნაირი პერსონაჟი ნიღაბი, ალბათ გაუჭირდებოდა ამომრჩეველი თავის სერიოზულობაში დაერწმუნებინა. ჩვენს პოლიტიკაში ზოგიერთი პერსონაჟი, ვისაც ხშირად ხედავთ საჯარო სივრცეში ტრიბუნასთან, ან მის გვერდით თუ მის უკან, წესითა და რიგით იქ არ უნდა იდგნენ და მათ არც ერთი შანსი არ აქვთ, რომ რაღაცას მიაღწიონ პოლიტიკურ არენაზე. ყოველგვარი მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ გრიგოლ გეგელიას არ აქვს პოლიტიკური ქარიზმა, რაცაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელობაში. აი, პაატა ბურჭულაძეს აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქარიზმას სრულიად ახშობს მისი უკიდეგანო სიბრიღვე. ჩუმად რომ ყოფილიყო და ის მხოლოდ მონუმენტივით ეტარებინათ აქეთ-იქით, გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა პოლიტიკაში მის არსებობას. გეგელიამ რა დიდი ჭეშმარიტებაც არ უნდა თქვას, ამას ისეთი მიმიკით, მანჭვით ამბობს, რომ გინდა არ გინდა გაგეცინება და სიცილი კი კლავს პოლიტიკურ იმიჯს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფრაზებიც და აზრებიც არ გამოირჩევა დიდი სიბრძნით. ხაზარაძის გამკვირვებია, დედას გეფიცებით. იმხელა ფულის ბატონ პატრონმა როგორ ვერ მონახა ცოტა უფრო დახვეწილი სპიკერი, არა და გეგელია სწორედ რომ ლელოს სპიკერია. დიახ, ვერ მონახა ხაზარაძემ 3,5 მილიონიან საქართველოში ისეთი ჰაბიტუსის ადამიანი, რომელიც ღირსეულად გადმოსცემდა იმ ფსევდო სიბრძნეებს, რაც მის ამბიციურ ტვინში იხარშება ხოლმე.
პრინციპში მე სრულიად საპირისპირო მხარეს მდგარ ადამიანს კი უნდა მიხაროდეს, რომ მოწინააღმდეგეს ასეთი კომიკური ტიპაჟები ყავს წინა პლანზე, მაგრამ არ მიხარია. იმიტომ არ მიხარია, რომ ეს უკვე პოლიტიკური პაექრობა არ გამოდის. ეს პაექრობის იმიტაციაა. მოკლედ გავიმეორებ, ყველაფერს თავისი თამაშის წესები აქვს და პოლიტიკას კი მით უმეტეს. ესე იგი, პოლიტიკა და თეატრი რაღაც ასპექტში მართლა გავს ერთმანეთს. ორივეს კარგი რეჟისორი თუ არ ყავს, რომელიც სპექტაკლისთვის საჭირო დასს შეარჩევს, სპექტაკლი ვერ შედგება. პარტია ლელოს სპექტაკლი ნამდვილად უხარისხო გამოდგა. სრული მისკასტინგია, მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.